ნურცხვენია ნურც უფლის მოწმობის და ნურც ჩემი, ანუ პატიმრობაში მყოფი ადამიანის, რადგან ჩვენი სიტყვა ერთი შეხედვით კი გაუგებარია ამ სოფლისათვის, მაგრამ საოცრება სწორედ ეს არის, რომ ის რაც გაუგებარია და ალოგიკურია, იმას იღებს ადამიანი და ხდება ქრისტიანი. მთელი რომის იმპერია გაქრისტიანდა და თავის დროზე ჩვენც ვინც ახლა ამ სიტყვას ვისმენს, ჩვენც ესე მივიღეთ, ეს ძალიან უცნაური, ლოგიკურად გაუაზრებელი მოძღვრება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი გული ქრისტესთვის თუ ცხოვრობს და თუ ცდილობს და თუ გვინდა, მადლობა ღმერთს, ანუ მთლიანად შეცვალა ხო ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ტიმოთე აგზელებს, რომ ნუგცხვენია არამედ ჩემთან ერთად. აქეთ, ანუ არათუ უნდა გცხვენოდეს, არამედ ვინც ვერ დაიტევს და ვინც დაქცინებს და ვინც შეურაცხყოფას მოგაყენებს, ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის. ღვთის ძალით, რომელმაც გვიხსნა და წმინდა თანხმობით გვიხმო. ბოლომდე უფლის ერთგული უნდა იყო. თვით იქამდეც რომ შენ ევნო კიდევაც ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის. ეს დამოკიდებულება უნდა ქონდეს, ეს მოწამეობრივი სული. ყველგან და ყოველთვის დავამოწმოთ, რომ ქრისტიანი ღმერთი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ სახარების ჭეშმარიტებას, იმას ჩვენ შიგნით განვიცდით. როცა ჩვენ გვაქვს შიგნით გამოცდილება იმ სიცოცხლისა, რომელიც არ არის ამ ქვეყნიური სიცოცხლე, რომელიც ლოგიკურად ვერ მოიაზრება, ვერ მიიღება კიდევაც, მაგრამ ამავე დროს ის არსებობს. და ის რომ არსებობს, რასაც ჩვენ ლოგიკურად ვერ ვასაბუთებთ, მაგრამ რომ არსებობს, აბა როგორ მისიონერებთ, გულის მიერად მისიონერობს ეკლესია. ანუ ლოგიკურად ვერ ვასაბუთებ, მაგრამ გულში იმდენად ძლიერია ჩვენში ქრისტეს ღმერთობის და მარადიული სიცოცხლის განცდა, გამოცდილებითად იმგვარად ძლიერია, რომ ჩვენ სიტყვას არალოგიკური, მაგრამ რაღაც საიდუმლო მისტიკური ძალა ენიჭება, როგორც აი უფალო ქადაგებს და უსმენენ და მის სიტყვებს ძალა ქონდა. ეს ძალა ენიჭება ღმერთისგან. იმიტომ არა ჩვენ ვართ მეტყველი ამ დროს, არამედ სული მამისა ჩვენში არის მეტყველი. გესმით, ჩვენი ძალა რაში მდგომარეობს. ანუ ჩვენ და განვიცადოთ ის მარადიული სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მოიტანა და გაგხვდა ღვთის ტაძარი და ჩვენში ჩასახლდა და ჩვენს გამოცდილებად როცა იქცევა, როცა ჩვენში განცდითად იქნება ღმერთი, მაშინ ჩვენი სიტყვას ეძლევა არა ლოგიკური, არამედ მისტიკური ძალა ეძლევა ჩვენ სიტყვას და იმით ხდება ადამიანების მოქცევა და გაქრისტიანება.